გაუშვი ბიჭო მაგას ხელი. იქნება გააფუჭდა დამადონ ეხლა ვალად. სულელი რა. ესე იგი ინგა წეღარო ფილა ვნახეთ. დაახლოებით ეგ ფერი გავაკეთოთ იატაკზე. დიდი მაგრატელი. ასეთი სახში ცხო გვაქვს. გურგიაში იყიდე? ხო ეს აქ ვიყიდები შაშარო ვიყავი გამოსული ჩემოდნის საყიდით რო არ შემოხდა ხო ერთი ამბავი იყო გავრბოდით და გადამასვლა ერთ მაქალმა წინ დაავლო იმ ჩანტას ხელი და გაიქცა ისე მომეშალა ნერვები მე მაქალს მაგრატლით შევაჭერი უკნდანთმები საუბრობთ დღემდე არ იცოდინება რა დაემართეთ მებზე ამას უყური ფილამოაკ აი ეს მოვიტანე კედელზე ეს გავაკრეთ ძეიცი იქით ნაცემი ადამიანები წევნან იატაკზე ნაცემი ესე იგი ჩემოდნები ამოიყიდა უკვე დახოცავდნენ ერთმანეთს ამ ფილებს კიდე რას დაატარე ბიჭო აქეთ იქით მაჩვენე ერთი და კარგი ფილა კი აურჩევია ხო და ეგ ვიყიდოთ და ისიც წეღარო არჩიე ხო მაგებს ვიყიდი ფერებიც კარგია და ხარისხიც ფასებიც იდეალური დღეს ხო შავი პარასკევი დაიწყო 1 დეკემბრამდე გაგრძელდებაო საღებავების კონსულტანტმა მითხრა ინგა ეს დამაგზალებელიც მოინიშნე რა გავზომე და ზუსტი სიგრძე რაც მჭირდება სამზარეულოში შევაერთებ და გამოვჭიმავ დინამდე მან რო არ ხომ წამოწოლილი ტელეფონი მიჯდება და დენცქვი და არ არის დენცქვი რა არის მე რომ მოთხრობა ვისწავლე იმაში რო იყო არა ეგ ყურცქვიტა დენცქვი და ეს არის კაცო შტებცელი წამოთი ხლა იმ საყვავილესაც ავიღებ ზეგან ერთ სალო იყო დარჩენილი და გადავიხადოთ მერე აუ ინგა შეხედი ინქანმა დაგასწრიმ საყვავილის სახება და მეტი აღარც არის უკაცრავად ქალბატონო ეგ საყვავილი მე მქონდა გადადებული ახლა მოვდიოდი ასაღებად უნდა დამიბრუნოთ რა იცით აქიდო არავინ არ ყოფილა თან და თქვენი როგორ არის იქით ხო ხოცვაშლე და იყო ბავშვიც კი დავკარგი ან ვიპოვი კიდე და ან არა და ვეღარ დაგიბრუნებთ ჩემო კარგო საკმარისი მსხვერპლი მაქვს უკვე გაღებული ჯიუტი ხალია ანუ ვერ დამიბრუნებთ კარგით შოკოკითო ხო არ მომცა საყვავილე ხო და იაროს ახლა აღიჯნებით მებით ქალაქში წავედით თიკლე როდის მოვაბა შენი შეყვარებული აგვიანებს რავი მოვააგებ და მიდეკა იცოდე რაღაცები არ დაიწყო და არ შემარცხვინად ოი და მიდი გავუღეკარიბი თიკო ხო იცი რა შეკითხვა მწვნა დაუსვა შენი კი მე მიწევ სამსახური და ყოფილები გამარჯობა გოგოებო აუ ხო არ გალოდინე მანქანა დავაპარკინგე და არა უშავს თიკო მეოთხე კითხვაზე პასუხი მოინიშნე მანქანა ყავს ლუკასად გაიცანით ეკლა აუ ბანკში ვიდექით რიგში ერთად ბანკომატთან და რიგი დამით პასუხს გაცემას თუ დაასწი კარგს ისა ლუკა რა საქმიანობ სწავლობ თუ მუშაობ აუ რავი IT მაინტერესებს ძალიან და მაგას მიუყვები რა ეხა ნაუტილუსის კურსები დავითრიე და მაგას გავდივარ ეგ ნაუტილუსი მეც ვიცი მაგის კურსებს ჩვენი მეზობელი გადის ხო იცი მაშინ Wi-Fi-ის პაროლი რო გამადეხინა იქ იქვე აკეთებს აიძე ყველაფერს და ჩვეულებრივი ლეპტოპითაც შეგილია და ტელეფონითაც თიკო გავუშვი შემდეგი კითხვა ლუკა შვილები თუ გყავს და რამდენი ძემზიაბე ბოახალწერს ფულს მაჩუქებს რა ვიცი ახლა სულ ჩუქნის ხოლმე და რაც ამზაფხულში ბებიაშას ნერვები დააგლიჯეს სოფელში რა ჩუაზე იქნება აუ 1.50 ლარი კი დამხატავდა ახლა სეკრეტსანტასე ჩუქარი მაქვს საყიდელის ეგ მე მგონი ბებია თქვენს მოსასმენია დამონტაჟებული ამ სახლში რა ვიცი რამდენჯერ ვახსენეთ იმდენი რეკავს და აუ მარიკო მიდი უპასუხე აუ მე რა ვუჭყდა ფულს ვერ ვეწყვი მე მრცხვენია რა ვიცი ახლა მოისაწყლე თავი და რაღაც ისე შეაპარე იქით ილაპარაკე ახლა ოთახში საინფორმაციო იწყება ჩუმად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა მთელი ის ქონება რომელიც შეერთებულ შტატებში და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია დაიბლოკება დედა სულ გაუყინია დედა როგორ გამიხარდა ანასტასია მიდი ანთენაც ვისხე აბა ნეთურები ბევრ სწორს და არა ანთუთო ეს არის გამონაკლისი სასიხარულო ამბებზე ხო ვანთებთ ხოლმე კაცო ბოლოს ავანთეთ ესტონეთის სანქციებზე არა ციმციმო გააჩერე რო ციმციმებს თავი მტკივდება მოიცერწუდი ხმა გაიგე აი ეს ოცნების რღვევის ხმა იყო დედა რა კაი განწყობაზე დავდექი ახლა ერთი კაი ნამცხვარი ხო არ ჩავსვა აუ ვინ გამიდის სიგუას ნამცხვარი გამოაცხდა რეზიდენციაში აუტანოთ რა ხდება ომარიკო რა სახე გაქვს სიაბებამ დამასანქცირა ომარიკო ცოცხი მოიტანე მიდი რა მანდებ შემოსასვლელში ცოცხი რა თქინა წეღან ხო დაგავესახლი კიდე კეფჩები დაყარა ანასტასია არა მოიტანე დადექი მანდ დაიჭირე ეგრე დაიჭირე დამინიავე მიდი რა გეხოცები მცხელა გავიგუთე ხო კაია წამოიხო რა ხდება ინგა
კირა და კლეოპატრა. ყურორტი გახსენ თუ რას აკეთებთ? აუ ჯამაყენა და მანიავებინებს ასე. ცელიზაფხული ცოცხი თვინავით კი? არა თუ ჭკვიანად მოიქცევით. რაღა გახდა ერთი კონდიციონერის ყიდვა? რაღა გახდა და ფული უნდა ყველაფერს, კაცო. ძლივს რაღაცა დანაზოგს მოუყარე თავი. მით უმეტეს თუ დანაზოგი გაქვს. მიდიაში აფაზაკლება 1 ივნისამდე 30%-იანი ინვერტორულ კონდიციონერებზე და მოასწარი ყიდვა რომ მთელი ზაფხული არ გაიგუდო კიდე სიცხისგან. ხო, გახსოვს წინა ზაფხულში რეებს აკეთებდა. ერთხელ ღამე რო გამოვედი ტუალეტში, გაღებული მაცივართან იჯდა. რო კითხე რაც აკეთებ მეთქი, წიგს ვკითხულობ მაცივრის შუქზე, არა და ცხელოდა. ის არ გამომიტოვა სველი და სასწრაფოდ დადიოდა მთელი ზაფხული. სარიცხ მანქანა რო გამოიღებდა პირდაპირ იცვამდა ხოლმე. ხო და აცი ნორმალურად მომიზოდოთ ზაფხულისთვის. წავიდით მიდიაში. კაი ხო, წავიდეთ. მაგრამ სადავაყენო ხო კონდიციონერი იმას ვფიქრობ რომელ კეტელზე. ჩემო თახში რა დავაყენოთ, მაინც ჩემს სამეცნიერო მაგიდაზე ინახავ ხოლმე ქვავებით საჭმელებს. ხო, რო იცოდე ის ბადრიჯანი აყროლდა უკვე. დედა თურმე ისი სუნი დგას დილიდან. მიდი ომარიკო გადაყარე რა იქ ბადრიჯანი. სანამ წახვალ ჩემთვის 10 ლარი გაქვს გადასახდელი. 5 დასუფთავების და 5 დანიავების. საკირინაი. ომარიკო. რა მოხდა? ოთახში გავატანეს არეცხი, წამოვედო ფეხი ხალიჩაზე და გადაგორდა გახვეული იყო პირსახოთში. მე მაგაში რა არის ესაცილო კიდე კაი რომ მუხლები არ გადავიწყავე. მუხლები როგორ გადაგიტყოვებინა და საცმელზე დაეცირბილად. ყველას კი არ უმართლებს ეგრე. კაი ჩუმად იყავით ხა ჩელენჯის ვიდეო უნდა გადავიღო. ომარიკო იქით გადი. ფეხაც გამიცინიეს. აუ რაღაც არ გამომდის. ინგა შეროცად ვარ გინდა? მე გადაგიღე ვიდეოს და შერო ვილაპარაკო. რა უნდა ვილაპარაკო? რაღაც ჩაჭეტობა იქნება არ მინდა კაცო. თუ მოვიგეთ პრიზია ვილის 200,000 ლარიანი ვაუჩერი და AirPods-ები. ვილაპარაკებ მე რა პრობლემაა? თუ მოვიგებთ კიდე მაგ ვაუჩერს გავიყოფთ ოჯახში. და AirPods-ები თუ მოვიგეთ ერთ შენ გაიკეთებ და ერთს მე? კაი მოკლედ ესეთი ჩელენჯია. ვიდეოში უნდა ილაპარაკო ევროკავშირზე და მის ერთ-ერთ სიკეთეზე რომელიმეზე. ან შენი გამოცდილება მოყვე და თქვა რომ გინდა რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს. მე ვიდეოს უდადე ფორი ჰეშტეგი უნდა გავუკეთო. მე მინდა ევროკავშირში და ჩემი ხმა ევროკავშირს. სად იყავით თქვენ მე რო ეგ ჩელენჯი გადავიღე და დავდე. არა მგონია რომ თქვენ დებლური ვიდეოთი ლაიქებში გამასწროთ. ამას უყურე. ინ გამოს როგორ ვერ უნდა მოუგოთ 15 აგვისტომდე თან დრო. მიდი ვიწყოთ გადაღებას დაჯექი მანდ. ვაიბები მართლა რო ვერ მოუგოთ ხო შემწყები ხალხ ჩამხელაკალი შვილი ვერ დაუმარცხებია. ტელეფონი რო წავართვა და წავშალოთ ეგ ვიდეო რა. არა სულთან ვითამაშოთ წესების დაცვა როგორც ევროკავშირი შეეფერება. დაჯექი ვიდეო მაინც გადამეხოწე ხარო წაიქცავ გავაშავებდი მაგით. მიდი წელში ხესტური და კამერას უყურე. აკეთე ხო. რანაირად წაიქცა კაცო. სტურდი. ვაშო ვიღაცა მთვრალი კაცები გვეძახიან. ბავშვებო მოდით ერთ წუთი აქეთ თქვენ გადაცვალეთ. უშენ ეგჭი გაბოლობდე, ბოლობდე. ვაშო შენი მიდი. გამარჯობა. ბავშვებო თქვენ გადაცვალოთ, გელაცია. ოფშურის ბავშვები არიან ესენი. მაღაზიაში გაგზავნოთ თუ გინდათ პირდაპირ გვითხარით. უშაკი ნახეთ ბები არის. მაღაზიაში თუ გაგვეგზავნოთ 4 შემოგვაგდა. 4 არის. 4 არის ბიჭო რა არის ამხელა კაცმა. უნდა მოდი აქ გაგვისინჯე იღლა. არ შეიძლება იქ ჩემთვის. ერთი ჩიქა ახლა არაფერს არ გისავს. ხო აგერ ეს ბიჭი დადევს. ოღონდ შვილი წვიდა ხელი გამოიღე თუ შეიძლება რა. მე დამილევია აქამდეც. გამოცდელი მსმელის გოლია. რეებს აკეთებს ეს კაცი. უკელი გამიცხედა. რა მაგარია. ნახე კაცები შავენ ბირჟაზე ეხლა კიდე ვიღაცა ბავშვები ყავდათ მიყვანილი იმათაც ასმევდნენ. ეს ბავშვები კიდე შტერები რა, ვერ გავიგე რა უბედურებაა კაცო. ომარიკო მოხვედი? რა გჭირს კაცო? აუ მაგარი მეძინებადი. აიმე ტვინი ამეხადა უკვე რა. ზე ჩვენ ფანჯარას დამყვერიან კაცო ეს ბავშვები. შენი შვილი სახშია, ონლაინ მეგობარს ეთამაშება ტელეფონზე. ომით ტვინი მეტკინა უკვე რა. ბავშვებო. ნუ რა არის რა? საღოლინგა, ძალიან კაფიო მესიჯი იყო. ძეզოში მე მგონი ბავშვები არიან და ჩავალ რა. ასა და ჩახვალ შენ. წივიან და კივიან ბავშვები, სადაც შენაკლი ხარ ახლა ამათ კიდე რა. დაეტიე სახში. აუ ისე მთელი ჩემი ბავშვობა მე-4 საათზე რო ნაილია, მაგის ჩაშხამებულია. ყველაფერზე ბრაზდებოდა და გვიყვიროდა. ხოთა მეცნიერები მეშლება უკვე. შეხედე კი არ ჩერდებიან უფრო მოუმატეს.
აღარ დაუყვირო. თორე შენც იმას იტყვენ, რასაც ნაილი ძიძაცი ამბობენ ხოლმე. მოიცა, ნაილიზე რას ამბობენ, ვერ გავიგე. ვერ გეტყვი უზდელობა. აბა რა გავაკეთო, ვაიმე დაიცადე. გუშინ მაკარონიანი სუპი გავაკეთე. ცოტა მეტი მარილი რომ მომივიდა. ავდგები და გადავასხავ მაგას თავს. იქ მარილიანი სუპი კი არა, სუპიანი მარილი იყო. გონიერი ადამიანი მაგას მეორით აღარ შეჭამს. აგერ აი ძვირი ფასის სუპი. ვერც გაიგებენ ვინ გადმოასხა. თეა, როგორ ახარ ჩემო გოგო? აი მე როგორ ავარინგა და გამწარებული. ვიღაცა დეგენერატი მოგაგო სუპი გადმოასხა ბავშვებს კორპუსიდან თავზე. სულ მაკარონები ვაცალეს ეს ის თმებიდან. ერთი გავარკვიო ვინ გააკეთა. ვინ გადმოასხავდა კაცო ნაილი, ხო იცი რა კატეგორია. ვინ აკაკუნებს ანასტასია კარზია ვიღაცა. აუ წევარ მე შენ გააღე. ესე იგი დილიდან მანწევ ხარ გოგო, ნაწოლები გაგიჭდება უკვე. ვაი მინგა ძალიან დიდი ბოდიში გოგო რას მოულოდნენ დრო შეგაწუხე, მაგრამ გეხოცები გასაქცევი ვარ სასწრაფოდ. ხო და ერთი საათით ლიზიკო რო დაიტოვო, რა სანამ ბებია მისი მოვა. ვაი მე რა პრობლემაა კაცო? მოდი ლიზიკო, მოდი. ხო არ იტირებს. ესეთი ჭკვიანი გოგო არ იტირებს. მიდიდია მინგა დეიდასთან ცოტა ხანი გაგართობს, ნამსხლებს გაჭმევს და მოვა ამასობაში ბებიკოს და წამოგიყვანს. მიდიდე ბოკოჩო. ხო, არ არის პრობლემა. მოდი ლიზიკო, მოდი. არ ინერვიულო შენ მიდი მიხედე. რამხელა გაიზარდე გოგო. ო, ის ვინ გაიჩითა ლიზიკო? მოდი ჩემთან. მოდი. ვასწავლე ბუდი ამბობს. გაანებე გოგო მოშინაურდ ცოტა ბავშვი. მოდი ლიზიკო აქეთ, აბა წამოდი. მოდი. გოგო მინდა. დახაკმოდა. მოდი აქეთ არის ტუალეტი. იზო ხო შენით. ამას აქ შემოშვები თავის იჭებიან, ხო თუ როგორ არის ეგ? რაც ბჟუტურებ გოგო 4 წელს არის ბავშვი უკვე. ანუ გამომეწალე ერთი რა. ეს ვიღარ ეკავს. ბაიმე მარიკო ამან თუ კიდე იჭხუპა ახლა სკოლაში. ხო მარიკო. საათახან მშობელთა კრებაა, ყველა მშობელი მოვიდა უკვე. ვაი, რომელი საათია კაცო? დედა როგორ გამომეპარად, რომ იყავი მანდ მოვდივარ ეხლავე. კაი. მოიცა, სად მიდიხარ? ბავშვს მარტო მე მიტოვებ? ძიძა კი არა ვარ მე. ერთად გადამავიწყდა. რას ქვია, ძიძა ხო არა ხარ, ვერ გავიგე რა. ძიძა რო იყო გრეხია, ნახევარი საქართველოს ძიძა. თემას რომ მიცვლი, ეხლა არ წახვდეთ რომ შეიძლება გავაფრინო. გოგო მოვა ბებია მის სადაც არის რა, იყო რა პანიკაში ხარ. წავედი ხა მე ჩვენად იყავით იცოდე. ჩემი. მოვჩი. ანუ? დიამ ზაფხულს რა უნდა ვქნათ? რა ვიცი, მარიკო, ჯერ ვიქნებით ეხლა თბილისში და მე სოფელში წავალთ ბებოსთან. შეიძლება რომ დაასრულებს გამოცდებს. თუ შენი და პირიქით არ დაასრულა გამოცდება, სრული კოშმარი მეწყება. და ლევანი ძიასთან არ წავალ ზესტაფონში? ფეროს ქარხანასთან უნდა წაგიყვანო შენ პირდა. რა ვიცი, კი შეიძლება ისე ზესტაფონში წასვლაც, თათიაც იქ იქნება, მარია გერ აბიტურიენტი ხდება, ხო, რაღაც მასწავლებლებს ეძებენ რომ ამზადონ ბავშვი. იქ აბარებს რა ქვია, იურიდიულზე, ხო? ხო, მე ურჩი სამოქალაქო ჩაბარი მეთქი ძალიან გამოგადგება. თან მაგარი მასწავლებელი გაუჩნდე ძალიან, სანდრო. სანდრო ვინ არის? სანდრო მე ვარ. თუ აბიტურიენტი ხარ და ეძებ სამოქალაქოს მასწავლებელს, შეგიძლია რომ ჩემთან ჩაეწერო მოსამზადებელ კურსზე. ინსტაგრამზე გელოდები. მე არ ვიცნობ. რა შეიძლება რომ იცოდე ვიდეოებს იღებს ხოლმე. ეხლა დაპოსტე ინსტაგრამზე რომ მოსწავლეებს იღებს სამოქალაქოშიო. ნიტე ეხლა ვაპარებდი. შენ რა ჩასაბარებელი გაქვს შააბარე ჯერ. მომისმინო მარიკო მიდი ქვემოთ ჩაერბინე მაღაზიაში, ნაყინები ამოიტანე, კაიცი ყავას გავაკეთებ. თუ ისე გუშინდელი ვით უნდა გააკეთე, როგორც შენ უწოდებ, ცივი ყავა, მაშინ საერთოდ ნუ გააკეთებ. ცივი იყო მარტო იქ ყავა არა. რა გინდა გოგო რა დაუწუნე, ვერ გავიგე ისე გამაგრილა გუში. რათა ნაყინი აკლდა. 3 ჭიქა ყავა გააკეთე, 1 ჭიქის ნაყინით და არ იყო. იცი როგორ იგი მოგქონდა? ყავის დალევას რო დაამთავრებ, რაც რჩება ჭიქაში. იმაში რო წყალი გამოავლო და დალიო. რა არის ახლა ვითომ რატო არ მოგეწონათ? არაფრის გიმორა აქ. წამოდი მარიკო. რა არის მართლა რა გავაკეთე? მასო ტუალეტში ვარ ხადა რო გამოვალდა გირეკა. ძე ვიღაცა კარზე. გამარჯობა. თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბალონო მე რა მიმქვია. ჩალიჩა თვითონ ის სანტექნიკის კომპანია სადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა. ხო, ცოტა კი ავირიე. ხო, აი კითხელ მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. ძე ტუალეტში ვარ ასაკეთებ. გამარჯობა პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობს ამარიკო არ ვიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველია და კიდე. აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი
გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ. რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე, კიდე რა მინდა? მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემი ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო, მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწესრიგოთ როგორ თუ შეიძლება. დერებს ამბობ. გათით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბად და გათინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ქალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკანსაც რა მოუშვებთ კაცობები, რაღაცა თრიალის ხმა აქ თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არ იყო თრიალის ხმა. აი, უყურეთ. ჯელობიანი მალე იქნება. დააცადე, ეხლა გამოწყვეს ცოტა ხანი. კალი, მორწმუნეობაზე როდებს თავს და მომწერავ. ბარბალობას გილოცავ. ვინ არის ბარბალე? ვინ მოგწერა გაფიცებ? ვინ და კუბდარი დეიდან მომწერა მესტიიდან, მოგიკითხათ თან. ჯემზია ბებორიკავზე უპასუხე რა. მე რო უპასუხო, ჯერ მომილოცავს და მე კიდე 1 საათი მლოცავს ხოლმე. ხო დედა. გაიხარე, მეც გილოცავ შეგეწიოს. ომარიკო, აქ არის დაგალაპარაკებ. დაილაპარაკე ახლა. ალო. მეც გილოცავ ბებო. მადლობა. ისე გამიკვირდა მზე ბებო რო არ ჩამოვიდა ბებია ბაბუების მარშზე გუშინ. სამდე კი მერს ხო გახსოვს სოფელი კონდა გადაკეტილი თვითონ. ხო, მითხრა მე მელაპარაკა. ეხლა ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ახალწლებზე ჩამოვა. 40 შურჩხელა მომაქო, 20 ჩვენთვის და 20 წასაღებად აქციებზე. ხო, მოდი იცი რა ვქნათ? თხილის შურჩხელები აქ დავტოვოთ და ნიმუშის გავიტანოთ აქციაზე. ხო, თხილის გიყვართ თქვენ? ომარიკო, შენ რომელს ჭამუფრო? მადლობა. თეკლ ახალი ჯორი გაიგე? ბაჩოს და სალის უჩხუბია თურმე ძალიან მაგრა. ინსტაზე კიდე ვითო იდეალური წყვილია. იდეალური არა, ისეგენი მემკითხე რა. ბაჩი ხო მაგარი ტოქსიკური და სალი კიდე საერთოდ სხვა რეალობაში. ეგრე ანასტასია სხვა ხოლმე. ხალხში როცა ვარ სხვანაირად მელაპარაკება. კეთილად. ომარიკო, აბა აუდი ახლა აქედან? ხო ხედავ რომ არ გელაპარაკები ხალხთან კეთილად. თეკლა ხალხი არ არის. თან ყველაზე მაგარი ჭორი მე ვიცი. არ გვაინტერესებს რა. მოიცი ერთ წუთად გარბიხარ რა იცი. თეკლა თავის შეყვარებულს დაშორდა. თან უკვე 2 კვირა. რა, მართლა გოგო? ხო, დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ. მოდი ვიყავა და მაგასაც კითხო შენ თავს პიცაა. ამ ყავას ხო უყურებ ეხლა. მანდ რო გამოვიხედო მაშინა მოვა ზუსტად. ნაუტილუსმა ხო იცი IT პლატფორმა როა. ესემბლერის კურსი ჩაუშვა პირველია საქართველოშიო. უთხარი შენ შეყვარებულს ხო ინტერესებს ეგეთი რაღაცეები? თუ თქვენ ხო დაშორდით. ყოველ წამს უნდა მახსენო ახლა ეგ. კაი რა შეყვარებულთან დაშორება რა ყოველ წამს ახსენებელია. ფუშენია მოვიდა. ბავშვებო, წამოდით ნაცია მასწავლებელი ვნახოთ. ნაციამას. ჩემი ბავშვები, როგორ ახათ? ვაიმე. ეს როგორ დამაბიჭა ფეხი რა იყოთ ბავშვებო. ნათია მასწავლებელო როგორ ბრძანდებით, ულამაზესად გამოიყურებით. თია უყურე, მივარ და ათოსნის მშობელი. გოგო, შენც კი ათოსნის მშობელი ხარ, მაგრამ შენ სხვა კატეგორია ხარ, გეხვეწები რა. ჩემი მშობლები, როგორ ახართ გოგოებო, ჩემი ლამაზები, ეხლაც ვამბობდი მეთქი მე რომ მშობლები მყავს, ნუ რავინ დაიტრაბაყებთ თქო. ლელა ჩემო კარგო, სკოლის ტერიტორიაზე სიგარეტი არ შეიძლება და კი აი ბოლო პასი. გოგოებო, ერთი სიახლე რაც გვაქვს წელს, მათემატიკის მასწავლებელი შეგვეცვალა, მედია პრიზმაზე გვეყოლება დღეიდან ისეთი კარგი პროფესიონალი არის. ძალიან კარგი, მე არც მომწონდა ეგ მასწავლებელი დიდად. გეგას ბოლოს საკონტროლოზე ცხრიანი დაუწერა. ბავშვი ფსიქოლოგებში და სეანსებზე დამეყავდა მთელი ზაფხული. და რა ამბავიათ ეხა ამან ცხრიანზე ხო გახსოვს. დირექტორმა მაგის გამო დაწერა თურმე 2 კვირიანი დეკრეტული. რო ჩაწყნარდა ეს მერე გამოსულდა. კარგით გოგოებო, აღარ შეგაწყენთ თავს და მოგაბეზრებთ. საღამოს გნახავთ, ხო? ლელა ჩემო კარგო.
კეთება მე არ ჩამაწვა გოგო ეგ სიგარეტი. სად წავიდნენ ჩვენი ბავშვები? ომარიკო, მივდივარ, წამოდი. ვის ვლაპარაკები მე? აბადროებით გოგოებო, ჩვენი დამრეგებლის ფული გვაქვს დასადები რესტორნის, ხო და საღამოს იქონიეთ ეგ და მერთიანად გადავიხდით მერე. დამრეგებელსაც ჩვენი ფულით ვეპატიჟებით. მინდა უხერხულია, ჩემო კარგო. კარგი ერთი შენი ჭირი მე ვიხუმრე, მაქსიმუმ ერთი გულა დააკლოს ომარიკოს და 7 იანი დაუწეროს. ინგა შენ უკან დგას ნათი მასწავლებელი და მაგითო ქეუბნები ჩემო კარგო, უხერხულია. 6 იანს დაუწერს ვითო. ლილა, მოდი ხარ შენ? შენ წაკრადი და შენ მაგამ მოგიგდა ხო ნაბიჯი? აუ, კალი სერიოზულად შეშლილია. ყოველთვის ეშინია რომ კლუბის წევრი ვერ გავხდეო და ყოველდღე რაღაცებს ყიდულობ. გუშინ 4 ბოთლი ზეთია მოიტანა. აუ, კლუბზე გამახსენდა. გუშინ ძალიან მაგრა დავდით ბაჭოს დაბადების დღეზე. რა ცუდია რომ ვერ წამოხვედი, მაგრამ დაიკიდა რომ ზე გახსენები ხარ საერთოდ. ყველა ძალიან მაგრა ერთობოდა. ცანკა იმოსესმენია ეგ. კაი და ვინ არის გუშინ კიდე ჩემ გარდა? აუ, რავი, მე მგონი რომ ყველა იყო. გიუშა არის იყო გოგო ხინთიბაძე. იქ ხო 3 კვირაა კომაშია ჩავარდნილი. მოიცა, კომაში თუ არა დააპატიჟებდნენ დაბადების დღეზე. მაგაზე მე ძალიან ბევრი ვიფიქრე გუშინ. რა შეძებ შენ? ფქვილს და ვერ უპოულობ. საერთოდ არ ჭირდება ხა ინგას ფქვილი, მაგრამ ფქვილები ყონა დააგროვოს. მისმინე, მოქროშვილი იყო გუშინ? იყო, კიდე ნეტა გენახარ როგორ ეკიდებოდა მთელი საყამო ვახოს ხისერზე. საშინელის დანახავი იყო. თუ იქ მე ვიყავი. აუ, შენ ძალიან მაგრა ხარ რა. ხო ინგა? მარგარინი რაღაც გინდა. გამარჯობა, ისინი გამიტარეთ და ერთი პარკით თუ შეიძლება. აუ, ხაცა მიდეკავშირდი წუთი. 27 ლარი და 40 თეთრი. ვაი, მე საწავიდა ეს გოგონა. არა უშო, ჩემი ორნებიც ბარათი გაუტარეთ, აი. კი ბატონო. ინგა უნდა დაეწეროს. ინგა, ძალიან მაგარი ქულები გაგიჩიტე. დილა იდეალურად დაიწყო. სახის კრემით გავიხეხე კბილები. რა სახის კრემით გაიხეხე, გოგო, გამოსტერდი შენსო. არა, უბრალოდ გაბრუებული ვარ, უკანა კბილი მტკივა და ტვინში მირტყავს ეგრევე. ისე კი გამიყვიჩო ცოტა იმ სახის კრემა. ესე იგი, ეს კბილები ჩემი შვილების პრობლემაა რა. რა ვიცი, ვის დაემგვარეთ ნეტა. მე ვარ და კარგი კბილები მაქვს. მამა თქვენია და რა ვიცი, ახლა რასაც ვერ დაუკარგავ, კარგი კბილები გქონდა და ერთი ხუმრობები იწოდა უკბილო. ლია დეიდა მიდეკავს. აუ, შენც გიდეკავდა უეჭვი და მიგდებული გაქვს ისევ ტელეფონი. ხო, ლია დეიდა. ნიურის კბილიც გვაქვს და მტკივანი კბილიც, შენ რომელი გინდა? ნიური ხო გვაქვს. ვაიმე, დავძებნი ახლა. უთხარი, მაინც გადმოვიდეს, ყავა არ დამილევია. ლია, გადმოდი. ომარიკო სკოლაში არ წავიდე დღეს? არა, სკოლაში გამორთულა გათბობა. მასწავლებელმა დაგვირეკა, რომ არ გამოუშვათ ბავშვებიო და ძინავს ახლა არ იხმაურო იცოდე. ინგა. მოდი ლია, მოდი აქეთა ვართ. დასანიშნი საერთოდ. ანასტასია იკბილი რო გტკივა დურიმე შხანი მოგიტანა და ეს გიშველის. აუ, ეს არის ადამიანს რო კლავს? ვერ მივიყარები გამორიცხულია. ხო ბებო. შენ რა იცი რო კბილი მტკივა? აზიარა ვარ. ინგა ბრტყელტუჩა გვაქვს? ეგ და თავისი ძველმოდური მეთოდები კიდე რა. ბავშვობაში კაცო 4 კბილი ბრტყელტუჩათი ამომიყო. 2 კარებზე გამობმული და ისე მაგამოღებული და ერთზე კიდე სპეციალურად გამხმარი პური მომცავი. შეჭამეო და როჭავკიჩო ჩამომძრა თავისით. ჩემ ქმარსაც სანამ გარდაიცვლებოდა იმ დღეს კბილი ტკიოდა. იძახდა იქნება გამიყვუჩდესო და მე მთლიანად გაყვუჩდა.